აი ის გამორთე შენი ყავის აპარატი, მნიშვნელოვანი განცხადება უნდა გავაკეთოთ. გოგოებო, მუშაობთ. რა, ჩვენს კაფეში რა განცხადება უნდა გააკეთოთ? მნიშვნელოვანი. მოიცა, რა საკეთებთ? მოსწავლეებო, გამარჯობა. სასწავლო წელი უკვე მთავრდება. ამიტომ დღეს უნდა გამოვავლინოთ მთელი წლის ყველაზე წარმატებული მოსწავლე. ვაუ, მაგარია. და მარტო გოგოები რატო? ხო, ჩვენ შეგვიძლია საუკეთესო მოსწავლე ვიყოთ. ხო, მართლა უსამართლობა, რატო არ შეიძლება მე ვიყო ამ სკოლის საუკეთესო მოსწავლე? საინტერესოა, ვინ მიიღებს მონაწილეობას. მგონი ყველა შეუძლია ეს ტიტული მიიღოს. ხო, ახლა ალბათ სახელებს გავიგებთ. კარგი, თითო გუნდიდან ერთ კანდიდატს ავირჩევთ. ესე იგი, მზად ხართ რომ გაიგოთ, ვინ იღებს მონაწილეობას? მზად ვარ, რომ ჩემი სახელი გავიგო. ბლონდი შენ არ არჩევ ვინ იღებს მონაწილეობას. კარგი, ახლა დავასახელებთ სახელებს. კარგი, პირველი სახელი სიაში არის ლეილა, ჩვენი ჟურნალისტი. ლეილა იმედია გაიმარჯვებ. ხო, მეც იმედი მაქვს. ხო, ლეილა, რა თქმა უნდა, რა გასაკვირია. ყველაზე წარჩინებული მოსწავლე. სკოლის ჟურნალისტია, რა თქმა უნდა, მისი სახელი სიაშია. კარგი, შემდეგი სახელი ვნახოთ, აბა ვისი იქნება. კარგი, შემდეგი სახელი ამ კონკურსისთვის არის ბაყაყების გუნდიდან. ბლონდი. მე ვარ ყველაზე წარმატებული. ბლონდი არ დაწყებულა შეჯიბრი და ტყუილად ნუსაუბრობ, იმიტომ რომ ჯერ არ გაგიმარჯვია. ხო, მაგრამ დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებ და მესის მრა რომ გვირგვინს მათგავდნენ თავზე. ღმერთო ჩემო, ბლონდი, სულ გაგიჟდი. აუ, როგორ მშურს ამ გოგოების. ლუზერი გოგოს სახელი არასდროს იქნება ამ სიაში. ჯული, ძალიან უწუხარ. კარგი, ბავშვებო, მზად ხართ რომ შემდეგი სახელი გაიგოთ? იცოდეთ, არ ელოდებით ამას. ხო, ჩვენც არ ველოდებოდით. კარგი, შემდეგი სიაში არის ლუზერი ჯული. ჯული, სიაში ხარ, ძალიან მიხარია შენ გაბო. რაიან, ძალიან ბედნიერი ვარ. ვაიმე! მაგარი რეაქცია იყო. ჯული, აქ ხარ, კარგად ხარ? ჯული, ასეთი ემოციურობა არ შეიძლება. ჯული, ადექი რა გჭირს? ჯული, გონს მოეგე. ჯული, ადექი. ჯული, მოვიგე უკვე, მე ვარ ყველაზე წარმატებული? არა, ჯული, ჯერ არ მოგიგია. ადექი, დროა. ჯული, ადექი, დაგეხმარები. ვირთხებო, მზად ვართ რომ შემდეგი სახელი გავიგოთ. კარგი, შემდეგი სახელი სიაში, ყველაზე წარმატებულების სიაში არის პიცა მიმტანი. რა? ეს მონაწილეობას ვიღებ. ერთი წუთით არ მესმის, ჩემი სახელი უნდათ რომ ბოლო თქვენ სპეციალურად იქნებ არ ხარ სიაში. კნოპა, როგორ არა, გამორიცხულია. დიანა ჩვენი გუნდის კაპიტანია, მისი სახელი უნდა იყოს ამ სიაში. ვირთხებო, ნუ ღარ წელავთ, თქვით შემდეგი სახელი. დამთავრდა დიანა, სულ ეს იყო, ყველაფერი ვთქვი უკვე. არ გადადოთ შეჯიბრისთვის მომზადება, იმიტომ რომ 1 საათში იწყება. დამთავრდა, შენი სახელი არ არის სიაში. არა, ეს სიმართლე ვერ იქნება, ვირთხებო, მათ ჩვენეთ სია უნდა ვნახო და ვინ შეადგინა საერთოდ. მოვიდა ეს. დიანა, შენი სახელი არ არის ამ სიაში. ამიტომ აუცილებლად მე გავიმარჯვებ. გოგოებო, მათ ჩვენეთ სია. არა, ეს დახურული ინფორმაციაა. ხო და მათ ჩვენეთ რომ სიაში არ ვარ. კარგი, ლეილა, სიმართლე უნდა ვუთხრათ. კარგი, დიანა, შენი სახელი არის სიაში, მაგრამ ვერ გახდები საუკეთესო. ლეილა, ეს შენი გადასაწყვეტი არ არის. სიაში ვარ, ამიტომ ვიღებ მონაწილეობას. ლეილა, მაინც შენ გაიმარჯვებ. დიანა, შენ ვართ. აბა შეჯიბრი 1 საათში იწყება. იცოდეთ, არ დააგვიანოთ. დღეს ავარჩევთ ყველაზე წარმატებულ მოსწავლეს. წარმატებები. კარგი, რა გქვიათ და ამ სკოლაში როგორ შემოხვედით? აქამდე არასდროს მინახი ხართ. არც ჩვენ არ გვინახი ხარ, ვინ ხარ საერთოდ? მომისმინე, მე მწვრთნელი ები ვარ და წესიერად უნდა მელაპარაკოთ. ტრენერი? ჩვენს მიშულები ვართ, მასწავლებელი მაიკის, ხო? რა, ზედმეტად ბევრი ხომ არ ხართ. კარგი, 1 წუთით. მაიკ, შეგიძლია მოხვიდე გასახდელში. ჯანდაბა მასწავლებელი მაიკს დაურეკა, ახლა მართლა გავაგდებენ. შეიძლება საფარშოში გავიდე. ხო, ჩვენს გავოთ, მალე დაუბრუნდებით. რა, შეგეშინდათ? არსადაც არ წახვალ, სანამ მაიკი არ მოვა აქ. რა, ისევ თქვენ? მაიკ, მითხრეს რომ შენი ნათესავები არიან. არ გითხოვს რომ ასეთი დიდი ოჯახი გყავდა? ხო, კი, ჩემიც მიშულები არიან. აქ როგორ შემოიპარეთ? მეც იგივე კითხვა დავუსვი, მაგრამ ჩუმად არიან. კარგი, მორჩა დაცვას დაურეკავ და აქედან წაგიყვანინ. აქ რას აკეთებთ? ვა, ბაჭიებო, გამარჯობა. ხედავთ თქვენი შეყურებულები ისევ მოვიდნენ.
რა, შეყვარებულები? თქვენი შეყვარებულები არიან? რა? გოგოებო, გამარჯობა. ჩვენი შეყვარებულები არ არიან, ჩვენი ყოფილები არიან. დიანა, უბრალოდ მეგობრები ვიყოთ, ამაზე რა სიტყვი? კნობა, შენ ჩემი ნივთები გაქვს. მერი, მე უკვე თითქმის შევასრულე ჩემი დაპირება. ნასწია. არ მესმის, იმიტომ მოვიდნენ, რომ პრობლემები შეგვიქმნან. მგონი დამთავრდა ყველაფერი. გოგოებო, უბრალოდ დაიგნორეთ. დიანა, მასწავლებელი მაიკი გაუმკლავდება, ჩვენ უნდა გავემზადოთ. გოგოებო, რატომ გაიგნორებთ? ამ სკოლაში ჩირლიდერები ბიჭებს არ ხვდებიან. ბიჭებო, ტრენერიები ჩირლიდერების მეთაურია. ამიტომ ჯობია მასთან პრობლემები არ შეიქმნათ. კარგი გასაგებია, შეიძლება უბრალოდ წავიდეთ. ხო, დაცვის გარეშე წავალთ. კარგი, თქვენ თვითონ წადით, მაგრამ 30 წამი გაქვთ. და დრო უკვე ჩაირთო. კიდევ ერთხელ თუ დაგინახავთ, ნათესავებოთ, მე თვითონ დაგელაპარაკებით. ხო, გასაგებია, მივდივართ და აქ არასდროს აღარ მოვალთ. დიანა, გამარჯობა. დიანა, მარკუსი გეძახის. გოგოებო, ისე ვიქცევ, ვითომ არ მესმის. გოგოებო, ისევ ვერ გაიგეთ. მაიკ, ყურები დაიფარე. ჰეი, შენ, ხუჭუჭა, მომისმინე? აქ დიანას ბიჭი მეგობრები არ ყავს. ხო, გავიგეთ ყველაფერი. დიანა, დღეს დაგირეკავ. წვრთნელოები, მასწავლებელო მაიკ, ჩვენ მათთვის არ დაგვირეკავს. ხო, თავისით მოვიდნენ. გოგოებო, კიდევ ერთხელ მოვლენ აქ და მარტო მათ კი არა, თქვენს პრობლემები გექნებათ. გოგოებო, იმედებს მიცხრუებთ. ბოდიში, მასწავლებელო მაიკ, და სხვათა შორის ახლა უნდა გავემზადოთ კონკურსისთვის. მოგვიანებით გნახავთ. ნახვამდის მასწავლებელო მაიკ. ები, რა იყო დაწნორდი? ვცდილობ. ყველაზე წარმატებული მოსწავლე გავხდები დღეს სკოლაში და იცოდეთ, ყველა უნდა მომილოცოთ. მოგილოცავთ ბლონდი, მაგრამ ჯერ მაგისთვის უნდა გაიმარჯვო. ხო, და საჩუქრებით უნდა მაჩუქოთ. სერიოზულად ჩვენ უნდა გაჩუქოთ? და სხვანაირად როგორ მე ხომ ყველაზე წარმატებული ვარ. და წარმოიდგინე ჯული რომ გახდეს ყველაზე წარმატებული. რას ხუმრობ, ჯული ვერასდროს გახდება ყველაზე წარმატებული. კარგი ბლონდი, თითქმის მზად ხარ, უბრალოდ უნდა დაიმატო მაკიაჟი. ხო და მომეცი. იცოდე დიანა, თუ ვერ გაიმარჯვებ, აღარ დაგელაპარაკები. მაგარია კნოპა, მაგრამ ხომ არ დაგავიწყდა, რომ მე არ გირჩევ, ბავშვები ირჩევენ. სხვათა შორის დიანა, ჩვენ ვართ ყველაზე წარმატებული. მორჩა, ხო, სხვანაირად არ შეიძლება. გოგოებო, ისე მინდა გამარჯვება, არ მინდა რომ ჩვენი იმიჯი დავკარგოთ. დიანა, დღეს არ ვარჯიშობთ. მასკოტ, დღეს ვარჯიში არ იქნება, იმიტომ რომ შეჯიბრი ტარდება სკოლაში. თან გაკვეთილებიც გაუქმდა. გოგოებო, კარგი, რომელი კაბა ჩავიცვა? ეს ვარდისფერი, თუ ეს ლამაზი ლურჯი? ლურჯი. ვარდისფერი, დიანა, ლურჯი ჩაიცვი. ხო, მეც ლურჯი მომწონს. კარგი, იცოდე, იმედები არ გამიცრუო. უნდა გავიმარჯვო დღეს. გოგოებო, კარგი, გამოიცვალეთ, მაშინ მე წავალ კაფეში და რამე შევჭამ, თუ დღეს ვარჯიში არ არის. შეხვედრამდე მასკოტ. თუ შეიძლება ხმა მე მომეცით. გოგოებო, ვის გაგიკვირდათ ჩვენი ყოფილების საქციელი დღეს? ყველას. დიანა, გამარჯობა. კნოპა, გამარჯობა. გოგოებო, გამარჯობა. დიანა, შეგიძლია ამიხსნა მარკუსი ამ სკოლაში რას აკეთებს? გამარჯობა, სმაილ, სხვათა შორის ვიცვლი, მაგრამ რომ იცოდე მე მარკუსისთვის არ დამიძახია, არ ვსაუბრობთ, ის ხომ ჩემი ყოფილი შეყვარებულია. შენი არ მჯერა, აქ რაღაცის გამო მოვიდა. ახლა სად არის? მომისმინე რომეო, ამას მე გავარკვევ. კნოპა, ეგორ შენგან რა უნდა? არაფერი, შემთხვევით დავინახეთ გასახდელ ოთახში, მასწავლებელი მაიკი და მწვრთნელიები ეჭუბებოდნენ და შემდეგ გააგდეს. დიანა, მარკუსის მისამართი მითხარი. სმაილ, გთხოვ დამეხმარე. რისთვის? მითხარი და მივალ მაგასთან და კარგად აუხსნი, როგორ უნდა დაივიწყოს ამ სკოლაში მოსასვლელი გზა. რომეო, უფლებას არ მოგცემ, ჩემს ძველ ურთიერთობებში ჩაერიო. რომეო, ამაში არ ჩაერიო, ჩვენ ურთიერთობა ჩვენით გავარკვევთ, ისედაც ყველაფერი საფუჭებ. გერამ დღეს რა უცნაურად წარმოთქვა ჩემი სახელი, თითქოს პენივაიზი იყო. ნასტია, ყველა შენი ბიჭი არის სულელი და უშნო. მერი რა? არ არის ეგ სიმართლე. როგორ არა? მერი შენსაც შეხედე და მერე შეგვიძლია ვისაუბროთ. ამაზე შენთან ჩხუბს არ ვაპირებ, მაგრამ ყველა შენი ბიჭი უშნოა. სმაილ, მადლობა რომ დამეხმარე, მაგრამ ბიჭებო, ახლა უნდა გახვიდეთ, გამოვიცვალო და მოვემზადო შეჯიბრისთვის. დიანა, მარკუსმა რამე ხო არ გითხრა? სმაილ, ამას ვეღარ მოусმენ, გთხოვ რომეოს რა მეუთხარი. მომისმინე რომეო, ახლა დიანა უნდა გამოიცვალოს და უნდა წავიდეთ. ცუდი არავის არაფერი უთქვამს. კარგი, გოგოებო, უნდა დამეხმაროთ, ამას კორსეტი აქვს, ამიტომ ჩემით ვერ ვიზამ. ყველაფერს გავაკეთებთ, დიანა. არა, ამ კაბაში ვერ ვხედავ საკუთარ თავს გამარჯვებულს. არაფერი არ მოქმედებს, რა ვქნა? ლეილა, როგორ დაგეხმარო? იქნებ ჩემი ტანსაცმელი მოგცე. არა, იანა, მადლობა, შენს ტანსაცმელში დავიკარგები. მადლობა, ლეილა, მადლობა, მეგობარო. ლეილა, სანამ ყურეს დაიწყებ, შეგიძლია ჩაიცვა. კარგი, ვცადოთ.
მოიცადე ლეილა, იქნებ ჩვენ გავიდეთ ჯერ. ხო და გადით. აბა, ხედავ თამკაბაში გამარჯვებული როგორ ვარ? არც ისე. ხო, მაგრამ ნამდვილად მიხდება. აი ვგრძნობ რომ გვირილასავით ვარ, მაგრამ გამარჯვებისთვის მებრძოლი ქალისავით არა. კარგი, რაღაც სხვა უნდა ვცადო აუცილებლად. კარგი ლეილა, სხვა რამე ჩაიცვა. ჩუმად იყავი, სხვა ტანსაცმელი არ აქვს. დავინახე დიანას როგორ მოჰქონდა ორი კაბა, ერთი ლურჯი, ერთი ვარდისფერი და ვარდისფერს ეძახი სიღბლიანს. იქნებ ეს ვარდისფერი კაბა მოუპარო. ძალიან კარგი იდეაა. მაგრამ სხვისი ტანსაცმლით ვერ გაიმარჯვებ. კარგი, მე გამარჯვებული ვარ, აუცილებლად. ამიტომ ტანსაცმელს მნიშვნელობა არ აქვს. გამარჯვება შენია გამარჯვება. აი, ის მოდი შეხედე. ხო, ძალიან ლამაზი. გავარ ყველაზე წარმატებულ მოსწავლეს? შენ ყველაზე წარმატებული და ყველაზე ლამაზი ადამიანი ხარ. რა თქმა უნდა, გაიმარჯვებ. აი, ის უფრო ხომ არ შეგიყვარდი? ყოველთვის მიყვარდი და ყოველთვის მეყვარები. ბიჭებო, წარმოიდგინეთ, მონაწილეობას ვიღებ. ჯული, გასაგებია. არა ბიჭებო, არ გესმით, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ლუზერი გოგო მონაწილეობას იღებს შეჯიბრში, როგორი შანსია. ჯული, თუ გაიმარჯვებ, ისე ერთად ვიქნებით. ბროვასტი, არ ვიცი, თუ გავიმარჯვე, წარმატებული მოსწავლე ვიქნები და არ დამჭირდება ლუზერი ბიჭი. ჩემი ჯიჯი მონაწილეობასაც ვერ იღებს. პატრიკ და შენი ჯიჯი არც არის სიაში. ამიტომ ჯული, შენ უნდა გაიმარჯვო აუცილებლად. გული რომ წაგივიდა, ეს ნიშანი იყო. მეგობრებო, მოგესალმებით დღევანდელი სკოლის ჩემპიონატზე. შეჯიბრი ეხება ყველაზე წარმატებულ მოსწავლეს მთელი წლის განმავლობაში. გამარჯვება ჩემია. ჯული, ეს ხმამაღლა არ უნდა თქვა. გამარჯვება ჩემია, არ აქვს მნიშვნელობა რამაც ვია, აუცილებლად გავიმარჯვებ ჩემია. დიანა, უნდა გაიმარჯვო, იმიტომ რომ შენ ხარ ყველაზე წარმატებული ბანის ჩერლდერების გუნდის კაპიტანი, უნდა გაიმარჯვო. მე კოქტეილები დამაქვს, მიმტანი ვარ, ყველაზე წარმატებული. მოიცადე, მიმტანის თაობაზე არ ვართ აქ. ყველაზე წარმატებული მოსწავლე უნდა ავარჩიოთ. მეგობრებო, ვიწყებთ ჩვენ მოსწავლეები შეეგებეთ. პირველი ჩვენი სკოლის ჟურნალისტი ლეილა. საუკეთესო ჟურნალისტი. ლუზერი ჯული. ბავშვებო, მე დღეს გული წამივიდა, ეს ნიშანია, აუცილებლად უნდა გავიმარჯვო, ხმა მე მომეცით. ახლა კი ჩვენი ბაჭიების კაპიტანი დიანა. ათლეტებს მიეცით ხმა, საუკეთესო კაპიტანი ბანის ჩერლდერის გუნდის. მომეცით ხმა. დიანა! დიანა! ჩვენი შეჯიბრის შემდეგი მონაწილე არის პიცა. მეგობრებო, შეხედეთ დღეს ჩემი პიცა როგორი ლამაზია. პატრიკ, ხმას პიცას მიცემ? არა, ჯულის. ყველა ვინც მე მომცემს ხმას, პირველი მას მოვემსახურები. პიცა ძალიან მაგარი ხარ. და ახლა ჩვენი დღევანდელი კონკურსის ბოლო მონაწილე, ქერო. ბლონდი, საუკეთესო ხარ. ხმა მე მომეცით საუკეთესოს და ყველაზე ძლიერს. გამარჯვებული მიიღებს ჯილდოს, ჩანთას, სამკაულებს და ერთ წლიან ბარათს კაფეში. უფასოდ. გოგოებო, ხმას ვისაძლევთ, იმედი მაქვს დიანას. ხო, დიანას. დიანა თუ გაიმარჯვებს მთელი წელი კაფეში უფასოდ ვივლით. ხო, და თუ დიანა იქნება წარმატებული, ჩვენც წარმატებული ვიქნებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ მისი გუნდი ვართ, ბანის გუნდი. ბიჭებო, ხმა დიანას მიეცით? ხო, დიანას. სმოლ, დიანა თუ გაიმარჯვებს, შეიძლება რომ ვაკოცო. ცადი აბა. მარტო ლოყაზე, რომ მიულოცო. რომეო, მე გაგაფრთხილე. ხმავის უნდა მივცე. კოსლა ჩემ ყოფილს მიეცი დიანას, შანსი მივცეთ. კარგი, შენ ყოფილს ხმა შენ მიეცი, მე პიცას მივცემ. აბა, იცით უკვე ვისაძლევთ ხმას? ხმის მიცემა იწყება. მოდით შევაგროვოთ თქვენი ხმები. ყველა მე მომცემს ხმას. არა მე. ხმა მე მომეცით, სწორი არჩევანი გააკეთეთ. სწორად აირჩიეთ. მე მომეცით ხმა. მერი, ნასია, яна, რაიან, სტელა, სოფი, აბა ბიჭებო, თქვენი ხმები? მეგობრებო, თითქმის უკვე ყველა ხმა მოგროვებულია და მალე დღევანდელი კონკურსის გამარჯვებული სახელი გვეცოდინება. ხმები შევაგროვეთ. ახლა კი ჩვენ ხმებს დავუთვლით. კარგი, ახლა მომილოცავენ, ამიტომ მინდა რომ გახვიდეთ ოთახიდან, არ მინდა ვიღაც უცხო აქ იყოს, როდესაც ეს მოხდება. არა ლეილა, ჩემია გამარჯვება, დღეს ნიშანი მივიღე.
გოგოებო, მოდით ერთმანეთს ხელები ჩავჭიდოთ და დაველოდოთ გამოცხადებას. არ აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს, დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად იმსახურებს. ბლონდი, ლუზერს ხელს არ მოვკიდებ. კარგი, ხმები დავითვალეთ და სხვათა შორის გაგიკვირდებათ ვინ არის გამარჯვებული. პიცა ჩვენი სკოლის საუკეთესო მოსწავლე. და ჩემი ნიშანი? რა სისულელეა, რატომ პიცა? მე ვარ ჟურნალისტი ამ სკოლის. პიცა, გილოცავ! მადლობა. შენს კაფეში აღარ მოვალ და იცოდე პიცა, რომ უგემურია ყველაფერი. კარგი, ტაში დაუკარით გამარჯვებულს. მადლობა, დიდი მადლობა. საჩუქრები აიღე, შენ გაიმარჯვე. შენია გვირგვინი. და აი შენი საჩუქრებიც. სამკაულები, ჩანთა და ყვავილები. შეუძლებელია, ხმა ვის მიეცი პიცას? არა, რეიდას. არ მჯერა. მაგარია, დიანამ ვერ გაიმარჯვა. ხო, ალბათ ყველამ პიცას იმიტომ მისახმა, რომ კარგად ჭამა ყველას უყვარს და მალე. ამას არ ვეთანხმები, მაგრამ ახლა უკან ვეღარ დავბრუნდებით. შენ წარმატებული არ ხარ, საიდან იცი საერთოდ რა არის წარმატება? გილოცავ, მაგრამ გამარჯვება ჩემი უნდა ყოფილიყო. პიცა გილოცავ, ყოჩაღ ძალიან მაგარია. ალბათ იმიტომ გახდი ყველაზე წარმატებული, რომ თან სწავლობ, თან მუშაობ. ყოჩაღ მართლა. ბავშვებო, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ძას. ახლა უნდა წავიდეთ და აღვნიშნოთ. კარგად!